ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილეს ლევან გუდუშაურს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მას ბრალი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარუდგინა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა. ოფიციალური ინფორმაციით საქმე ეხება სასწრაფოს მანქანების ტენდერს. ილია გუდუშაურის საქმის დეტალებს ახლა ხატია ჯამალაშვილი გაგვაცნობს, რომელიც გვერდება პირდაპირ ეთერში. ხატია გისმენთ. დაკავებული არის ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელსაც გამოძიება ედავება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. საუბარი არის 2022 წლის 27 სექტემბრის ტენდერზე, რა დროსაც ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავდა, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის შეეძინა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები. გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 3 კომპანიამ, საიდანაც ყველაზე დაბალი თანხა 8 მილიონ ლარზე მეტი შესთავაზა ერთ-ერთმა კომპანიამ, თუმცა აღნიშნული ტენდერი მოულოდნელად შეწყდა, როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, ეს გადაწყვეტილება მიიღო ილია გუდუშაურმა, რომელიც იყო უკანონო გადაწყვეტილება, ამბობს საგამოძიებო უწყება და ილია გუდუშაურის გადაწყვეტილებით ხელახლა გამოცხადდა ტენდერი, რომელიც მოერგო ერთ კონკრეტულ კომპანიას. შედეგად სახელმწიფომ წინსწრებად გადაუხადა აღნიშნულ კომპანიას დაუსაბუთებლად 2 მილიონ ლარზე მეტი, რითაც სახელმწიფომ ზარალი მიიღო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია გუდუშაური დააკავეს, რომელიც ამავდროულად აღნიშნული სამინისტროს შესყიდვების სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო. გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 27 სექტემბერს საქართველოს დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო 3 კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი 8.525.876 ლარი შესთავაზა. აღნიშნული ტენდერი შეწყდა მინისტრის მოადგილის იგუდუშაურის უკანონო დავალებით. მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება სხვა კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით. 2023 წლის 10 მაისს მისი მითითებით გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე, რის შედეგადაც სხვა კომპანიებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს. წინასწარ შეულ კომპანიას სამინისტრომ უსაფუძვლოდ გადაუხადა 2.118.196 ლარი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ეს არის მუხლი, რასაც გამოძიება ილია გუდუშაურს ედავება ცისხლის სამართლის მუხლის დამტკიცების შემთხვევაში. ილია გუდუშაურს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება და არ არის გამორიცხული დაკავებულ პირთა წრე გაიზარდოს. მადლობა, ხატია ჯამალაშვილი იყო პირდაპირ ეთერში.